ბატონო, ანა ხურგელიძე და ნინო ჯოხაძე. ხურგელიძის ბრძოლები მახსოვს, გამოსული მოკრილია. ხურგელიძის წარმატებელია. სულთანოვი პრინცესადი სულთანოვი ეთერი და მოკრიელი ანა ხურგელიძე თბილისი ნინო ჯოხაძე თბილისი წითელი კუთხეში იქნება ანა ხურგელიძე ვილჩი ნინო ჯოხაძე საკმაოდ აქტემში დაიწყო. ცენტრში უფრო ჯოხაძეა. ორი ქულა მოიპოვა წითელმა ხურგელიძემ. აი მოვიდარკმე ვაშებიდარკმე შემდეგ ცოტა უფორთხილად არის ჯოხაძე მარცხენა ხელით კარგად მუშაობს აი კიდევ ორი დარტყმა კარგად მოძრაობს წითელი კუთხე ჯოხაძე თითქმის რაც დაიწყო ბრძოლა შეტევებზეა გადასული მაგრამ შეტევებზე არ ვარ, ხა მოვარწვა მარჯვენა საპასუხო შეტევებით აგროვებს კულებს ხურგელიძე. აი ახლა მიაყენა ორი დარტყმა ჯოხაძემ. ჯოხაძე ცაცია შემიძლია ვთქვათ. სისხლი მოზდის ლურჯი კუთხე მიიყვანა ექიმთან რინგის მსაჯმა და ნახოთ რა სიტყვის ექიმი შეძლებს თუ არა გაგრძელებას შეძლებს იმ მომენტში თუ მალე გაუჩერდება ხოლო თუ
მიდენა შეუძლებს თავისუფლად გააჭეროს. ნახოთ ამ ეტაპზე დაუშვა. ახალგაზრდის გოლები იყო, თუმცა გონდა ჯოხაძეს ალბათ მართონ 3 დარტყმა დაუცვალა, თუმცა მეტი გონდა ხვედელიძეს პირველ რაუნდში. სულაც იგივეა, ცენტრში არის ჯოხაძე მის გარშემო მართლაც კარგად მოძრაობს, ხვედელიძე ძალიან ბევრი მანძილი დაფარა მან და ზოგადი უპირატესობა მართლაც აქვს, თუმცა ბოლოს შეწევა იყო ჯოხაძის. წამები პირველი რაუნდის დასრულდა. ანა ხვედელიძე ნინო ჯოხაძე. ნებისმიერ შემთხვევაში თბილის მეორე ოქროს მედალი ექნება და პირველი გოსლის ამბავი ორგის მიცემია. დაიყო ხმები 3-2 ფინალის ხვედელიძე. იმ ჯოხაძეს აქტიურობაც ახდენს ალბათ ჩაგებზე. საბჭილებას უმეტესად ზუსტი დაწმები გასაცხადდა. კი, ქონდა საპასუხო დაწმები. იმიტომ არის ხუთი მსაჯი ბატონო მომყაროველას თავისი აზრები აქვს და ნახე როგორ გაიყო. ერთი მეგონა მოვიდოდა თქვა 5-0, მაგრამ იქ სხვანაირად ჩათვალეს, რომ საპასუხო შეხედვებზე კრიფავდა ფულებს. ხო, მასე მოარიყოს მაშინ ყველა ბრძოლა 5-0 მორჩები. ისე პირველ ნომრად მუშაობს ჯოხაძე. თუნდაც მოიპოვა. აიხლა პასუხი კარგი ხულა იყო. ჯუსტი იყო ხვედელიძე. გაცვალეს ეხლა დაწმები. ხო, ჩვენთან პოზიციაში ის თითქმის მუდმივად მაგირებთან არის, მაგრამ ჩვენი გადააბრუნდება ჩვენი. აი, ორი დარტყმა ჯოხაძის. ერთ-ერთი საუკეთესო დარტყმა იყო. ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა იყო. მთელი ბრძოლის მანძილზე. მოკლედ აი ერთოლას თუ არ ჩავხვით, სადაც ის კასუმოვა აშკარა ფავორიტი იყო, რა თქმა უნდა, დანარჩენი სამი საკმაოდ კვალიფიციური ბრძოლებია ორივე მხრიდან. ახლა შეიძლება გაიყოს გმები მეორე რაუნდში, თუმცა ჯერ დარჩა. ბოლო წუთი საგრიო. შეიძლება პაუზა და ერთი წამოიწყებს შეტევას. ხვედელიძემ გააქტიურდა ჯოხაძე. გააქტიურდა მეორე რაუნდი. პირველიც აქტიური იყო. პირველ ნომრად მუშაობდა, მაგრამ ამ მეორე რაუნდში უფრო გავინახე უფრო. ხო, ბოლოში რა კომბინაცია ქონდა, მარჯვენა, მარცხენა და არ ვიცი, შეიძლება ამას შეცვალოს საერთო შედეგი. 3-2 ის პირველი რაუნდის შემდეგ შეგეცილოთ ხვედელიძის სასახი. ნაკერა კარგი აწყვეტა ლურჯი კუთხის მიერ. აბა ნახოთ მეგონი აქ
აქაც გონდის გაიყოფა. შემდეგ იყო, აქაც უნდა გაიყოს და მაგრამ გამოიცხული სულფრიანად გათანავდეს, კი ბატონო, არა 4-1-ია. მოდი ჯამი ვნახოთ 3 საათთან ნაკო 18 ხვედელი. ეს იმას ნიშნავს, 1 საათთან მოგე 18, ანუ ორფულიანი უპირატესობა ჯოხაძეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 3-1-ია. ხო, უფრო გამოიკვეთა ხვედელის უპირატესობა, ეხლა ჯოხაძეს გაცილებით მეტი აქტივობა, ანუ 1 საათთან ჭირდება მინიმუმ 1 საათთან 10-8 და ეს არ იქნება იოლი გასაკეთებელი. ახლა თითქოს უფრო თანაბარი რაუნდი იყო, არა? კი. მე უფრო ჯოხაძე მომეწონა მეორე რაუნდში. მესამე რაუნდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 საათთან აიქრო და 3-1 იგებს ანახვედელიძე, რაც ისეთი შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობაც იყოს მესამე რაუნდის შედეგის მიუხედავად. გამარჯვება ხვედელიძის მიერ. ეს დაახევინა უკან. ამი შეიძლება ხონდა ქვემოთ კამაში დააწმის ჯოხაძეს. იგივე მეორდება რაც პირველ-მეორე რაუნდში. თუმცა პირველ-მეორე რაუნდში უხაძე უფრო აქტიური იყო, უფრო თამამად ვიდიოდა მოარტყა ახლა ესეთი მარცხენა ხუთი საკმაოდ შორეული ჯოხაძემ. თუმცა უპასუხა წინახევით ხვედელიძემ. ორი წვლილი დათმა ხვედელიძეს მარჯვენა პირდაპირ მარცხენა, შემდეგ პროფესორ პირიქით. აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ რაუნდში დაგროვილი უპირატესობა იყო ანახვედელიძის ჩემპიონობისთვის, იმიტომ რომ აი არსებითი არ აქვს უპირატესობა ჯოხაძეს მესამე რაუნდში. კი, იტევს ხშირად. ბოლო წუთია მესამე რაუნდის. ამ რაუნდში ნინო ჯოხაძე უკეთესი იყო ჩემი აზრით. ნახოთ საჯები რას მოიმოქმედებენ. ხო, ამ რაუნდში კი, მაგრამ სამოვლო ჯამში შეინარჩუნებს ხვედელიძე. აი უპირატესობას ხმები გაიყოფა, იმიტომ რომ 1 საათთან ორფულიანი უპირატესობა ქონდა ჯოხაძეს, ან 3-2 იქნება, ან 4-1 ხვედელიძის სასარგებლოდ. და ჩვენ დაგვჭირდა ერთი ფინალი ქალებში, ეს იქნება 65 კილოგრამი, ლორენა სურმანიძე ბათუმელი და ქუთაისელი სალომე შაშიაშვილი.
ანა ხვედრიძეს მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ამჯერად უკვე ქალებში. წინ შარშანის იყო ახალგაზრდებში ჩემპიონი. მესამე რაუნდი როგორ მოვიდა მაინტერესებს. იბადონა გვექნება. მესამე რაუნდი ჯოხაძეს მოუვიდა 3-2 და როგორ წავთვლით?